იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ. ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ დღეს ასევე შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრის დეტალებზე პირდაპირ ეთერში ჩემი კოლეგა მარიამ ბუჭაშვილი ისაუბრებს. მარიამ, გისმენთ. დიახტიკო ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოსა და ფრაქცია საქართველოს პატრიოტების შეხვედრა სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო საარჩევნო კოდექსის შესატანი ცვლილებები, უფრო კონკრეტულად საუბარი შეეხება არჩევნების მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლას. იმ კანონპროექტზე, რომელიც მაშინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეიტანა პარლამენტში და პირველი მოსმენით იყო გასული და კენჭისაკრელ ნუსხაში იყო შეტანილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ 2016 წელს ამ საკითხს კენჭი არ უყარეს პარლამენტში. ვენეციის კომისია გარანტულად გამოდის, რომ ესე ვთქვათ, იურიდიული მხარე ამ მხრივ დაცული იქნება. კანონის ფარგლებში ჯდება, მაშინ ბუნებრივია, რომ ეს ჩვენ მხარს დაგვიჭერს.